ახალი სასწავლო წელი განახლდა. სეზონის პირველი დილა ყველა სკოლაში ეროვნული ჰიმნის თანხლებითა და სახელმწიფო დროშის სიაწევით საზეიმო ვითარებაში დაიწყო. სასწავლო წელი 33 საჯარო და სამკერძო სკოლაში ერთდროულად 8600-მდე მოსწავლისათვის განახლდა. მათ შორის წელს სკოლის კარები 680-მა პატარამ პირველად შეაღო. მე მოწევნა ჩემი მასწავლებელი, კაი მასწავლებელია და მინდა რომ ათიანებზე ვისწავლო. მიხარია რომ სკოლაში მივედი და სულ ათიანებზე უნდა ვისწავლო. მიხარია რომ სკოლაში მივედი და სულ ათიანებზე უნდა ვისწავლო. ძალიან გახარებული ვარ რომ სკოლაში მოვედი. პირველ კლასელთან მსგავსად განსაკუთრებული ემოციები აქვთ მათ პირველ მასწავლებლებსაც, მათი უდიდესი ნაწილის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად. სასწავლო წელს ვხდები ძალიან ხნეთ, ენერგიულად, შემართებით. სხვათა შორის რთულია 4 წელი შვილები ვიძარდო და მე გაუშვა დააფრთიანებული ბავშვები, მაგრამ არანაკლებ ხალის მაძლევენ ახალი მოსწავლეები. იმედია ვითანამშრომლებთ, როგორც მშობლებთან, ასევე ბავშვებთან და დიდ წარმატებებს მივაღწევთ ამ სასწავლო წელს. სასწავლო წლის განახლება პედაგოგებსა და მოსწავლეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. მიულოცა ყველა მოსწავლეს სწავლის დაწყებას, განსაკუთრებით პირველ კლასელებს, რომლებმაც გადადგეს ეს პირველი ნაბიჯი და წარმატებებს და ბედნიერებას უსურვებთ მთელი ცხოვრების მანძილზე. მივესალმები სრულიად საქართველოს ყველა მოსწავლეს. მინდა მიულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, მაგრამ განსაკუთრებით პირველ კლასელებს, რომლებმაც დღეს შემოაღეს სკოლის კედლები. მინდა ვუსურვო მათ საუკეთესო ცოდნის შეძენა და ასევე თავიანთი განვლილი წლების ერთი კიდევ ლამაზი ფურცელი ჩაიწეროს მათი ცხოვრების ისტორიაში. ყველა პირველ კლასელი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ და ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, დღეს შემოდიან, გონიათ რომ სადღაც შევიდნენ ახალ სამყაროში, მაგრამ მათ დამრიგებელზეა დამოკიდებული თუ როგორ შეხვდებიან, რომლებიც დედასავით დაუდგებიან თითოეული მოსწავლეს და სწორედ დღეიდან დაიწყება მათთვის ახალი ცხოვრება. მინდა ვუსურვო წარმატებები, ბედნიერება და აი ამ დიდ გზაზე წარმატებები. საჯარო სკოლების ნაწილი სეზონის განახლებას გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის პირობებში შეხვდა. ამჟამად დასრულებულია 10 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ასრულებდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. ამავე დროს სკოლებმა საკუთარი ხარჯებით ინფრასტრუქტურის თანხებით გააკეთეს შიგა სასკოლო რემონტები, რომლებიც უმეტესმა სკოლებმა თავიანთი თანხებით გააკეთეს ეს სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ამავე დროს დასრულებული იქნა 15 სექტემბრისათვის. აბსოლუტურად მომზადილი შეხვდა ყველა საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დადგომას დასაწყის. აბსოლუტურად ყველანაირი პირობა არსებობს სკოლაში იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ისწავლონ მოწესრიგებულ, სუფთა და ნორმალურ გარემოში და მიიღონ შესაბამისი განათლება. სიახლეა ისიც, რომ მიმდინარე წლისათვის მეორე უცხოენის სწავლა სავალდებულო მე-5 კლასიდან გახდა ნაცვლად მე-7 კლასისა. განისაზღვრა ასევე სადამრიგებლო საათის თემატიკა დაწყებით კლასებში და ის ორიენტირებული გახდა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე. ასევე განისაზღვრა დამრიგებლებს მშობელთან ურთიერთობის სავალდებულო ფორმატი და შინაარსი. მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში დაგეგმილია პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები, რომელიც შარშან საპილოტო პროგრამის ფარგლებში პირველ და დილიკაური საჯარო სკოლებში ტარდებოდა. ჩვენ ქონდა საპილოტო სკოლის რეჟიმში მხოლოდ დაფონის რაიონში მხოლოდ 2 სკოლა. ამ შემთხვევაში ეს კონტინგენტი გაზრდილია და გაცილებით მეტი რაოდენობა ჩართული ამ პროგრამაში და იგეგმება წინა წელთან განსხვავებით ახალი სიახლეები და აქტიურად თანამშრომლობთ უკვე სკოლებთან. კიდევ ერთი საპილოტო პროგრამა, რომელიც ქვეყნის 100 სკოლიდან ამ ეტაპზე ზესტაფონში მხოლოდ ერთს მე-7 საჯარო სკოლას მოუწია, სკოლის ექიმის ფუნქციონირების საკითხია, რომელიც ძალაში სწორედ დღეიდან შევიდა. სკოლის ექიმის ინსტიტუტი ასევე იმოქმედებს სადგურ სვირის ახალ სკოლაშიც, რომელიც სავარაუდოდ ერთ თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას.
სასწავლო სეზონი განახლდა სკოლამდელ დაწესებულებებშიც, სადაც მოზარდები მეორე წელია მათთვის გათვალისწინებულ გასართობ და სასწავლო პროგრამებს უფასოდ ეუფლებიან. წელს მათი კვების რაციონი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. ზესაბურის მუნიციპალიტეტში არის 39 საბავშვო ბაღი, 39-ში დაიწყო დღეს სასწავლებელი ულოცავ ყველა ახსაზრდელს, ყველა მასწავლებელს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც გვერდში გვიდგას, ამ ეტაპზე ვიცით, რომ სოფლის 22 საბავშვო ბაღი ჩაისვა რემონტში, რომ წყალი და კანალიზაცია მოწესრიგდეს ყველა ბაღში. ეს არის ძალიან მისასალმებელი. ეხლა ვიმყოფებით მერვე საბავშვო ბაღში, სადაც ფუნქციონირებს 6 ჯგუფი, 204 ბავშვი. ბავშვთა სიმრავლეა და ამრავლებს სოფელმა. უმოკლესი გზა ცოდნის ტაძრისკენ. ამ პატარების მსგავსად მანძილი პირველად ჩანთითხელში სახლიდან სკოლამდე დაახლოებით 520 ზესტაფონელმა პირველკლასელმა გაიარა. ყველა მათგანისათვის სასწავლო წლის განახლების მაუწყებელი ზარი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასევე პირველად დაირეკა. მერხებზე მათ სახელმძღვანელოების სრულ კომპლექტთან ერთად გაუმჯობესებული ხარისხის კომპიუტერებიც სახელმწიფოსგან საჩუქრის სახით ახვდათ. წიგნები მაჩუქეს და კომპიუტერი. ძალიან მადლობელი ვარ. უფასო სახელმძღვანელოების სახელმწიფო პროგრამა წელსაც ყველა საჯარო სკოლის მოსწავლისათვის გაგრძელდა მისი სტატუსის მიუხედავად. სადაც სკოლაში მოვედით, მშობლები დაიბარეს და მშობლებს გადმოცეს სახელმძღვანელოები, რომლებიც ახალია და ძალიან გვხარია, რომ ეს ოჯახისთვის შეღათავათია. მაგალითად მე ერთი ვარ, მაგრამ ზოგიერთგან, მაგალითად ჩემ კლასელებს 2 და 3 ყავს და ამათთვის ძალიან დიდი შეღავათია ეს უფასო წიგნები და სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოების კომპლექტის შემადგენლობის განსაზღვრაზე მისი როგორც ახალი, ისე გასულ წელს გამოყენებული წიგნების თანაბარი პრინციპით უზრუნველყოფაზე დირექციებმა სკოლის ბიბლიოთეკების დახმარებით იზრუნეს. როგორც ყველა სკოლამ, ჩვენც მივიღეთ ახალი სახელმძღვანელოები ძალიან კარგ მდგომარეობაში. ჩვენ შარშანდელი წიგნებიც გვქონდა, ასე რომ ჩვენს მოსწავლეებს პრობლემები არ ექნებათ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. გავეცით წიგნები შეფასების ახალი სისტემით, შეიცვალა შარშანდილთან შედარებით უფრო მინიმალური გახდა ქულები, რაც აიოლებს წიგნის შეფასებას. ერთქულიანი წიგნით, უკი ერთი ქულით შეფასდება საერთოდ აღარ გაიცემა და ამ თვალსაზრისით გაიოლებულია ჩვენთვის, როგორც გამცემი ორგანიზაციისთვის. სხვა მხრივ ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან და მშობლებიც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წიგნების სკოლის სახელმწიფოს მიერ წიგნების ჩუქებით ბავშვებისათვის და ოჯახებისათვის დიდი შეღავათია. და ასე რომ ძალიან მადლობლები ვართ განათლების სამინისტროს ამ ინიციატივის. მოსწავლეთა მშობლებსა და სკოლების ადმინისტრაციებს შორის წიგნების მოვლაზე პასუხისმგებლობის აღების მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ წიგნების სკოლებში დარჩება. სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს, სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და მოზარდებს გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმაც მიულოცა. ახალ სასწავლო წლის დაწყებას ულოცა მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც პირველად დაირეკა სკოლის ზარი. მიულოცა პედაგოგებს, მშობლებს, სრულიად საქართველოს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. თქვენ ჩვენს მომავალ თაობას განსაკუთრებული ვალდებულება გაქვთ იმისა, რომ მაღალი აკადემიური მოსწრება გქონდეთ. მთავრობა კი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადოს განათლებაში და სწავლის ხელმისაწვდომობაში. წელსაც ისევე როგორც გასულ წელს, ყველა მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს. უფასოდ შეეძლებათ მიიღონ განათლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩვენს მომავალ თაობას, რომელთაც ასევე ულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა გაცნობოთ, რომ მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროში წელს მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდა. 15 ოქტომბრიდან სადგურ სვირში ახალი საჯარო სკოლა დაიწყებს ამოქმედებას. მე განსაკუთრებით მიულოცავ სადგურის სვირის მოსწავლეებს ამ დღეს, რომელსაც ისინი 20 წელზე მეტია ელოდნენ. იმედი მაქვს, რომ ახალი სასწავლო წელი თქვენთვის წარმატებული იქნება. ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს 15 სექტემბერს უნარ-შეზღუდულმა ბავშვებმაც. დღის სარეაბილიტაციო ცენტრ ორიონს მეცადინეობა არ დადეგების პერიოდშიც არ შეუწყვეტია. ახალ სასწავლო წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ და იმედოვნებენ, რომ შემდეგი წელი წარმატებული და მრავალფეროვანი იქნება.
10 წელია დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ორიონი ამ კეთილშობილურ საქმეს ემსახურება. ცენტრი 40 სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდს უქმნის სათანადო პირობებს, რათა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ჩვენი ბავშვებიც არ არიან გამონაკლისი, მივუთხეთ უმეტეს იმისა, რომ ახალი ბავშვები შემოგვიერთდნენ და ძალიან ისეთი მშობლები დიდი მედებს ამყარებენ მათზე და ჩვენზე, რა თქმა უნდა, რომ წარმატებულები იქნებიან. ძალიან სასიხარულოა თვითონ ორიონის ორგანიზაციამ ძალიან დიდი ცვლილებები და სიახლეები შემოიტანა. საკმაოდ საინტერესოა ეხლანდელი დაუშვათ სასწავლო გეგმის პროცესი. სულ განახლების პროცესში ვართ. უნარშეზღუდულ ბავშვებზე ზრუნავს 16 პედაგოგი და დამხმარე. მოზარდები ასევე საჭიროებენ ფსიქოლოგს. პედაგოგები იმედს გამოთქვავენ, რომ ეს კადრით შევსებული იქნება სათანადო სპეციალისტებით. დღემდე პრობლემად რჩება შენობასთან მისასვლელი გზა, სადაც წვიმის დროს შეუძლებელი ხდება ეტლით მოძრაობა. ადმინისტრაცია იმედს გამოთქვავს, რომ გზის საფარი შესაბამისად გაკეთდება გამგეობის ხელშეწყობით, რომელთა მხარში დგომასაც არაერთი პრობლემა მოუგვარებია უნარშეზღუდული ბავშვებისათვის. გარდა ამისა კიდევ გაიპარსა ბალახისგან სახლის შენობის გვერდით და გაკეთდება პატარა სკვერი, მთელი თავისი მოწყობილობებით გამგეობამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ხელი შეგვიწყო და ალბათ მოგცემენ, ასე ვთქვათ, პატარა სკვერის ყველა კომპონენტს, რომელიც სჭირდება ამას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან სასიამოვნოა. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ ნაბიჯ მაინც წინ მივდივართ და მე მიხარია. ეს ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს.